ეხლა მე განახებთ უდაბნოს 64-ს, მეგობრებო, ძალიან საინტერესო ადგილია, მე ძალიან მიყვარს. ყოველთვის მოვდივართ ხოლმე, როცა მოხვდებით აქეთ მხარეს და ესე მე მგონი თუ არ ვცდები პოლონელმა ჩამოვიდა საქართველოში პოლონელი ამ უდაბნოში, ან სოფელ უდაბნოში მოვიდა, ახლა დაგათვალიერებ, მოვიდა, დასახლდა, აი ეს სახლი, ეს სახლი შეისყიდა და თავიდან ძალიან ჩვეულებრივი ის იყო რა. ჩვეულებრივი უბრალოდ ბლოკები იდგა და ეხლა დააკვირდით უბრალოდ რა ლამაზად არის გაკეთებული. ნუ ეხლა ლამაზად მაინც ევრო რემონტი არ არის, მაგრამ კრეატივია და ეს არის თითქმის ის ადგილი, სადაც რომ მოხვალ საქართველოში სულაც არ იგრძნობ თითქოს თავს. რადგან ევროპა მოგწონთ, აჰა, ევროპელებიც აქ ნახეთ. მე მგონი პირად სივრცეში შემოვედი აქ. ძალიან საინტერესო ადგილია აქაც. ნუ ეხლა ეს ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან კარგად გაკეთებული. მე რასაც ვხედავ, არის ყველაფერი ხელოვანის მოწყობილი. ნუ აქ ეს მამაკაცია. აი ნახეთ, ლურჯის როაცია ფართოკი. აი ეს არის ამ ადგილის შემქმნელი და გამაკეთებელი დამაარსებელი. უფრო სწორედ ეს არის ამ სოფლის, როგორც ამ სოფლის მოსახლეებიდან ესგან გავიგე, ამ სოფლის იმედი. ნუ თუ რამე ფული ჭირდებათ ამასთან მორბიან, სახელი გამავიწყდა უბრალოდ, შეიძლება მეთქვა სახელიც. ამასთან მორბიან თუ ვინმეს რამე დასჭირდება, ამასთან მორბიან და სასწავლობენ თანხებს და თანაც ძალიან უყვართ. ხო, აქ ახლა ალბათ დამატებით სივრცეს გაკეთებას აპირებს. ეს კაიაკები რა საჭირო აქ? საიდან მოვიდნენ? აქ ზღვა არ არის და საინტერესო. ხო, ნუ ესეთი სივრცე იქნება თითქოს ხარ სადღაც სხვა გარემოში, ხო? არა ქართულ ვითარებაში. ხა მე იმას კი არ ვუკეთებ, არა ქართულს რა ქვია მაგას რეკლამას. უბრალოდ შეიძლება რომ აქაც შეიქმნას ისეთი სივრცე, მაინც ევროპული კი არა, მაგრამ კრეატიული რა. საქართველოში. ხო, აბა მითხარი და შენ მოუყევი. ეს კაცი არის როგორც მე. ხო? პოლონელი არის. პოლონელია, ხო? მეც პოლონელი. ჩამოვიდა საქართველოში. მოუყევი უკვე, მაგრამ მოყევი, შენ იქნებ სხვა. მაგრამ ქართული ცოლი არ ახლავს. ქართული ცოლი არ ყავს? ბავშვები აქ დადიან სკოლაში, იციან ქართული. თვითონ ეს კაცი იცის ქართული. ჩვენ ახლა ვიზაუბრობთ ქართულად, არ არის ინგლისურად. ხო. მოდი აქეთ. და ეს სოფელი ადრე იყო ცარიელი, აი, უდაბნოსავით იყო. არაფერი არ იყო აქ. აც წყალი იყო, აც ხაიხი იყო, არავინ არ იყო აქ. მე ეს კაცი მოვიდა, ხო და იწყებდა საქმე აქ. საქმიანობა დაიწყო, ხო? საქმიანობა დაიწყო. ქართველივით მოზარმაცი კი არ იყო, არა, იმენკეთ გაუკეთა მუშებმა და. არა, იცი როგორ აკეთებდა? აი, უბრალოდ აკეთებდა პირველად და ხედავ, რომ იმუშაობს. აი, ნახე როგორ არის, ეგრე
ერთი წამით. აი ხლა დავაკონკრეტებ ქართველში რა ვიგულისხმე. ქართველში კონკრეტულად ყველა ქართველი კი არ იგულისხმება, ზარმაცი ქართველები იგულისხმებიან მეგობრებო, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ უნდა გაიქცნენ და იქ იშოვონ ფული და ეს კაცი აქ რო ჩამოვიდა, არც თუ ისე მდიდარი ყოფილა, თავისი ხელით დაიწყო და თავისი ხელით გააკეთა და მე ეს მინდა გითხრათ, რომ შნოიანი ქართველი და მშრომელი ქართველი თავისი ხელითაც შექმნის აქ კრეატივს, მაგრამ აჰა გააგრძელოს ახლა შემომეუღლებ. საუბარი. აი იცი როგორ აი ეგეთი კორპუსი იყო. აი ესეთი. ხო, ესეთი. კორპუსი თუ სახლი, აი ესეთი სახლი. სახლი არ არის, ეს არის ხო, რა სახლის რაღაცა შენობა. და მე მგონი იაფად ირიდეს ადგილი, ხო? იაფად. იმიტომ არავის არ უნდა აკავრობა. ხო. მე აკეთებდა როდის ვიხავით 2015-ში ვიხავით და აკეთებდა ფესტივალი. აი რაღაცა open air ფესტივალი აკეთებდა. იცი რა მაგარი იყო, ძალიან მაგარი იყო. მართლა? ხო, მუსიკა იყო, ხაიხი იყო, კაი ატმოსფერა. ხო და იმითით დაიწყო. წინ იყო აქ და რაღაცა გასკა დაასვა, ცოტა გარები აკეთებდა. ხო. აი ძალიან მაგარი ლამაზად გააკეთა, ანუ კრეატიულად. კრეატიულად და იგრძნობა რა იცი, ხელით ნაკეთობის სული. ეხლა მაგას სადეცლება, ეხლა რომ რა მიაკეთოს, ვთქვათ, მაგრამ Ei, Taco, weißt du, wie der das gemacht hat? Ganz einfach. Ganz einfach. Ohne riesen Finanzen, ohne riesen Remonte. Jero Remonte, ja. ძალიან უბრალოდ და აი ეხლა ნახე მეზობლებს როგორ დაეხმარა და იმათაც გააკეთეს. გადაიღეს, დააკოპირეს, ცუდი კი არ არის. არა, კარგია, იმიტომ რომ ბევრი ხო ხედავთ რამდენი ხალხი იყო მოსული. მატორი. ეს იყო როგორც მატორი. ეს კაცი იყო როგორც მატორი. აქაური სოფელის მატორი. კი. თან ბავშვები დადიოდნენ სკოლაში აქ მე მგონი, ეხლა არიან თბილისში. აი როგორც ხო აგეთი. თბილისში გადაიყვანა? ხო, მე მგონი, არ ვიცი. პოლონელი ცოლი ყავს, ხო? მე მგონი. და მე მგონი სვანურადაც ლაპარაკობს. სვანურადაც ლაპარაკობს? აქ ხო სვანები ცხოვრობენ და იმიტომ. ეს სოფელი მეგობრებო, ამ სოფელში ჩამოასახლეს სვანები. და დასახლება ძირითადად სვანების დასახლება არის. და ხო, ძალიან ის არის რა. ანუ გალამაზებულა, ეხლა მე რამდენი წელი არ ყოფილა, 2 წელი, ალბათ თუ 1 წელი და უფრო გალამაზებულა აქაურობა. ეს გალამაზებულა რა? აი ეს არ იყო მე რო აქ ვიყავი ბოლოს. მაგრამ სხვანაირად იყო. ხო, ნუ ეხლა სხვანაირად არის. ხო, ზაფხულში არის ალბათ უფრო მეტად აქტიური ხო ეს ადგილი და ზამთარში. ზაფხულში იმდენი არა, მაგრამ გაზაფხულზე. ეხლა ამ პერიოდში. ეს არის ყველაზე დიდი სეზონი. მე მგონი ზაფხული ძალიან ცხელა აქ. თან ტურების აკეთებს ტურიზმსაც აკეთებ? ხო, ნავის აი ეს აქია, კაიაკები. ხო, აი ეს კაიაკები რა არის? საიდან სად იორზე რა მაგარი იქნება იორზე იორზე დადიან? ხო. ვა, და მე როგორ ამოდიან იგი? მანქანით ტრეილერი არის და არა, კარგი, თქვათ იორზე გაყევი, საწაგიყვანს მე იორის ადგილი. საცავიდეთ? საწაგიყვანს. აი, შეიძლება საათი ჩალადან. ხო. საბერებთან. ან საათი ჩალად ჩარჩუნაში რეზავათან. თავისუფალიანი სკოლები. საშიში არ არის? არ არის საშიში, ძალიან ნელა დადის. მაგიტო? არ არის საშიში. მეც მინდა, აი რამდენი ხანი უკვე მინდა. აი, ესეთი უნდა ვირიდოთ, ესეთი ნავი. და პალატკაზე ჩავთვალთ. და საათ აქ იორზე? ხო, იორზე დავი, არ არის საშიში, საერთოდ არ არის საშიში. ძალიან ნელა დადის, არ არის თეთრი წყალი არ არის. თეთრი წყალი რას ნიშნავს? თეთრი წყალი არის ჩქარი რომ მიდის, ხო? აი როგორც ხის მდინარე, როგორც რიონისებით, ხებში ან როგორც რა ქვია ეს მეორე. გასაგები. ნელა დადის რა.
ძალიან ნერად არის და რა მაგარი ადგილი დაინახე რა. სულ ბუნებაში ხარ. იცი რა არის ძალიან საყვარლობა მარინოს? აი ესენი ახლა ეს ფერები ლურჯი, მწვანე, ყვითელი იქი და იქითაც რომ გაიხედავ ფანჯრები გაუკეთებიათ ეგრე. საყვარლად. და რაღაცა ერთი იმას მიიღებს. საბერძნეთში მგონია ახლა მართალი გითხრა თავი. ხო, საბერძნეთში სტაილი. ხო? აი ეს თეთრობა, ხო? თეთრი და ეს ფერები, ისი ასურეთშიც ესე იყო სულ. იცი, გერმანელებს ესე სულ თეთრად ქონდათ. რო შეხვიდოდი და ისინი ხეები შეფერილი. ეს კიდით არ არის, მე მგონი, ეს კიდით არ არის. ეს არის უბრალო. მე რა, ფერი ხო ეგ. არა, მაგარია რა, მე მომეწონა ეს ადგილი ძალიან. ხო, და აი ნახეთ იქ. ჩაჩულიდან რომ მოდივართ, ხო? აი არის როგორც ოაზი. ოაზისი. აი ველურ ბუნებაში ვახავთ ახლა იწყებს ქალაქობა. ხო, ახლა ცივილიზაცია. კარგი იყო ისიც კარგი იყო მარტო რო ხარ სულ მარტო რო ხარ და მთები როა შენს გარშემო. ესა ველი უბრალოდ. წავედით ახლა მეგობრებო, აბა გამოისეენეთ უდაბნოში თქვენს და ნახავთ აქ რა ლამაზი ადგილებია. თუ მე გადავწყვიტეთ წამოსვლა და ტური გავაკეთეთ, გეტყვით აუცილებლად, მაგრამ ტურისთვის ორგანიზაცია საჭირო და ნახოთ. აქ არის მანქანა საჭირო. მანქანა არის საჭირო. აი ორი ხიდიანი. გყავთ მანქანები. დაწერეთ რომ მე მყავს ჯიპი. მარტო ჯიპებია საჭირო აქ. სხვა მანქანები, ან ნივა. ახლა ნივა დავინახე. ან ჯიპები, ან ნივა. წავედი, გავგოცეთ.